მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რადგანაც ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამორჩეთ ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებში. ახლა კი დავიწყოთ. საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად ტულუზა 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ფაბიან რუისმა გაიტანა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლი ხვიშა კვარაცხელია, თუმცა ისევე როგორც პარი სენ-ჟერმენს, ხვიჩასაც უღიმღამო მატჩი ჰქონდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ლუის ენრიკეს გუნდი დიდად არ აქტიურობდა. კარგი მომენტები ჰქონდა ტულუზასაც, თუმცა სტუმართა კარის დარაჯი რიგ ეპიზოდებში მოწოდების სიმაღლეზე იყო. პირველ ტაიმში ქართველი ფეხბურთელი საგოლეპასთან ახლოს იყო. თუმცა ბერალდოს დარტყმული ჯერ მეკარე მოიგერია, ხოლო შემდეგ ძელს მოხდა. აღსანიშნავია, რომ კვარამ თამაში მისთვის არაკომფორტულ პოზიციაზე დაიწყო. ლუის ენრიკე მის ცენტრალურ თავდასხმელად დააყენა. ხვიჩა მარცხენა ფლანგზე მხოლოდ ბრედელი ბარკოვას გასვლის შემდეგ გადავიდა. თამაშის დასრულების შემდეგ ავტორიტეტულმა გამოცემა SofaScore-მა პარიდელთა ფეხბურთელები შეაფასა, სადაც ხვიჩამ 7.1 რეიტინგი დაიმსახურა. ტულუზასთან მოგებული მატჩის შემდგომ პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ფიქრობ, დღეს სოლიდურად გამოვიყურებოდით. საწყის წუთებში მატჩი თანაბარი იყო. ტულუზა კარგი გუნდია, რომელიც თავს კარგად იცავს. მოედანის საუკეთესო ხარისხის არ იყო, რამაც ორივე გუნდს შეუშალა ხელი. უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ ყოველთვის უფრო მეც ვითხოვ გუნდისგან. ტულუზას წინააღმდეგ მომენტების შექმნა რთულია. დღეს რამოდენიმე მომენტი გქონდა, იმიტომ რომ კარგად ვიყენებდით სივრცეებს, მათი დაცვიზი ხაზის უკან. PSG დაუმარცხებელია? ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ჩემი მიზანი ჩემპიონატის მოგება. მაიულ თუ რუისი? ფაბიანს ნაკრებში ბევრი გოლი აქვს. ახლა კი კლუბშიც გაიტანა. ფიქრობ, ან ეს გოლი დაიმსახურა. ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. რაც შეეხება მაილუს, მე ის ძალიან მომეწონა. შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. როგორც ბურთთან ერთად, ასევე დაცვის ფაზაში გუნდში დიდი კონკურენცია, მაგრამ როდესაც ფეხბურთელებს შანსი ეძლევათ, ისინი მაღალ დონეზე თამაშობენ. ძალიან განსაკუთრებულ მომენტში ვართ. მთელი გუნდი პროდუქტიულია, რაც ძალიან მახარებს. ბედნიერი ვარ. ეს გვაძლევს ენერგიას, რომ ყველა ტურნირზე წარმატებით ვითამაშოთ. ფეხბურთელები უნდა გრძნობდნენ, რომ ჩვენ მათ ვენდობით. სწორედ ამიტომ შევცვალე სასარტო შემადგენლობა. ჩვენი მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მეტოქისთვის არაპროგნოზირებადი უნდა ვიყოთ. მე მომწონს როგორც თამაშობთ. ბრედლი ბარკოვას რამოდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. დემბელეს ორივე ფლანგზე. ყვარას შეუძლია ცენტრში ან ფლანგებზე ითამაშოს. ბევრი ვარიანტი გვაქვს. შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენის შემდეგ მატჩს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა 19 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება. საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის ლიონის სტუმრად მონპელიეს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 4-1 დაამარცხა. ქართველი შემტევი ლიონის სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავი გოლით ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა. მიქაუტაძემ მესამე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ჩერქის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და ბრწყინვალე შესრულებით თავისი გუნდი დააწინაურა. ჟორსამის მეტი რეალური შანსი აღარ მისცემია და საბოლოოდ ფონესკამ 60-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტიც შეცვალა. მეორე ნახევარი თავიდან ბოლომდე ლიონის უპირატესობით წარიმართა და ფონესკას გუნდმა მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. 50-ე წუთზე ნუამამ ლიონი წინ გაიყვანა, რასაც 3 წუთში ტოლასოს გოლი მოჰყვა. საბოლოო ანგარიში კი 73-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ შემოსულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა დააფიქსირა. შეხვედრის შემდეგ მიქაუტაძეზე მისმა თანაგუნდელმა და მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა. როდესაც მოედანზე ვარ თავდასხმაში ჩემი პარტნიორი ხან ალექსანდრ ლაკაზეტი, ხან კი გიორგი მიქაუტაძეა. ბუნებრივია ლაკაზეტს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს, მაგრამ პირადად ჩემთვის გიორგისთან ერთად ასპარეზობას ნამდვილი ფუფუნება, რადგან მუდამ სწორ პოზიციაზეა. კარგად იხსნება და როდესაც საჭიროა სივრცეებსაც იდეალურად მითავისუფლებს. ხმები იმის თაობაზე, რომ ევერტონში მსურდა გადასვლა ჭორებია და მეტი არაფერი. სიტუაცია აშკარად შეცვლილია და ჩემს მიმართ დამოკიდებულებას თუ სხვანაირია. დღეს რთული მატჩი გქონდა და ამ გამარჯვებით ბედნიერი ვარ. ნახე პირველი წლის შეხვედრა, სადაც ცოტათი გაგვიმართლა, იმიტომ რომ მონპელიეს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა. ჩვენ კი ბოლო წუთზე ავტოგოლით მოვიგეთ. მონპელიე მონაკოს მოუგო. ლილსა და ნისას წინააღმდეგ კი კარგ შედეგს მიაღწია. სიფრთხილე გვმართებდა. ეს კი იდეალურად გავითავისეთ. ფეხბურთელები მოტივირებულები არიან. მე მათი მიდგომით კმაყოფილი ვარ. მათი უდიდესი მნიშვნელობა კარგ სტრატეგიას ჰქონდა,
რაშიც გიორგიმ ლომის წვლილი შეიტანა. მიქაუტაძემ თავისი ძალისხმევა სწორედ უნდა გადაანაწილოს. ის გუნდისთვის ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. მას ბურთთან უფრო ხშირი კონტაქტი სურს, მაგრამ გვინდა განუმარტოთ, რომ ძალები სწორად უნდა დახარჯოს, რათა მეტოქის კარგი სიახლოვეს უფრო ეფექტური იყოს. დღეს მას ეს იდეალურად გამოუვიდა. ტიაგო ალმა და ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ის ლიონისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცევა. სათამაშო სქემა ტიაგოს, რაიან ჩერეკის, მალიქ ფოფანას, ერნესტ უამსა და შეტევების გარშემო უნდა ავაგოთ. ამ მიმართულებით კვირის განმავლობაში ბევრი მუშაობა გმართებს. დღევანდელ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ევროტურნირებს კიდევ ერთი ნაბიჯით მოუახლოვდით. ბიჭებმა დიდი და კარგი შრომა გასწიეს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ახლა წინ უნდა ვიყუროთ და სვლა გავაგრძელოთ. სწორგზას დგავართ, ამიტომ კურს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავუხვიოთ. გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ლიონის მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და მე-6 გოლი გაიტანა. ამასთანავე ქართულმა შემტევმა 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ყველა ტურნირზე კი 10 გოლი დაუგროვდა. 22 ტურის შემდეგ ლიონი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მეხუთე პოზიციაზე აღწევდა და ლილს, რომელსაც 22 ტურში თავისი შეხვედრა ჯერ არ გაუმართავს, 1 ქულით გაუსწრო. პაულო ფონსკეიას გუნდი მომდევნო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. მატჩი 23 თებერვალს თბილისის დროით 12 საათზე გაიმართება. ლევანტეს სპორტულმა დირექტორმა ფილიპე მინბარესმა სერდებორტივოს ვალენსიასთან ინტერვიუში გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის სპორტინგში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და დაასახელა თანხა, რომლის გადახდაც პორტუგალიურ კლუბს ქართველი ნახევარმცველის ყიდვის შემთხვევაში მოუწევს. ქოჩორაშვილის 5.5 მილიონ ევროდ გაყიდვა იმ პარამეტრების შესაბამისია, რასაც ლევანტე ითხოვს, მაგრამ სპორტინგთან ჯერ არაფერია შეთანხმებული, ამიტომ ვერაფერს დაგიდასტურებთ. თუ კონტრაქტი იარსებებდა, შესაბამისად გაფორმებულიც იქნებოდა. გასულ წელს ვფიქრობდით, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შესაძლოა გაგვეყიდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს ყველასთვის გასაკვირია. ჩვენი წინადადება წარმატკინეთ და კარგად გვესმოდა, რომ ეს პირობები არ შეესაბამებოდა იმ მოოდინებს, რასაც ქოჩორაშვილი თამაშიდან მოგცემდა. რამდენიმე დღის წინ მის აგენტს განახლებული წინადადება შევთავაზეთ, რათა პირობები გაეუმჯობესებინა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ზოგადად ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სამართლიანები ვიყოთ და იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ხელფასთან შედარებით უფრო მაღალი დონის თამაშებს აჩვენებენ, სამართლიანი პირობები შეუქმნათ. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გიორგი ქოჩორაშვილის სახელს აქტიურად უკავშირებენ ლისაბონის სპორტინგს. ევროპულ მედიაში იწერება, რომ პორტუგალიური კლუბი ქართველი ნახევარმცველის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული და დიდი შანსია მომავალი სეზონიდან ქოჩორაშვილი სწორედ პორტუგალიის ჩემპიონატში ვიხილოთ. ლა ლიგის 24 ტურში ვალენსია, რომლის კარსაც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს, გასვლაზე ვილიარეალს დაუპირისპირდა და ფრეს დასჭირდა. ვალენსიურ დერბში პირველი გოლი 32 წუთზე გავიდა. იერემი პინოს პასის შემდეგ პეპე გეიემ მამარდას მარჯვენა კუთხეში ძლიერად დაურტყა და ვილიარეალი დააწინაურა. მეორე ნახევარში ღამურების თავკაცმა კარლოს კორბერმა შეტევის ხაზი გააძლიერა. თამაში ჯერ უმარ სადიკი, შემდეგ კი რაფა მირი ჩაერთო და შედეგმაც არ დააყონა. 94 წუთზე სადიკმა ანგარიში გაათანაბრა. მამარდაშვილმა სოფასკორისგან 7.2-იანი შეფასება დაიმსახურა. მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 3 მოგერიება, 2-დან 2 წარმატებული გამოსვლა კარიდან, 42 შეხება ბურთთან, 34-დან 29 ზუსტი პასი და 13-დან 9 ზუსტი გრძელი პასი. 24 მატჩის შემდგომ ღამურებს 23 ქულა აქვთ და ამ დროისთვის მამარდას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-17 ადგილზეა. მომდევნო მატჩ ვალენსია 22 თებერვალს შინ ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართავს. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ასევე არ დაგავიწყეთ გამოიჭროთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.